ზესტაფონს გოგა თოფურიას სახით კრივში დიდ ასაკში საქართველოს ჩემპიონი ჰყავს. ისტორიული შედეგი 23 წლის სპორტსმენმა გორში გამართულ ქვეყნის მთავარ ასპარეზობაზე მოიპოვა, სადაც ჯამში 100-მდე მოკრივე მონაწილეობდა. ზესტაფონელმა სპორტსმენმა 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში ლუკა კუბლაშვილი დაამარცხა. წელს გავხდი საქართველოს ჩემპიონი, ტურნირი ჩატარდა გორში, ქალაქში და ჩავატარე ერთი ბრძოლა, მოვედი როგორც ფავორიტი და ძალიან მიხარია, ძალიან გახარებული ვარ, ფინალში დავამარცხე. ოპონენტი ლუკა კუბლაშვილი, ძალიან კაი ოპონენტია, როგორც მე ვიცი, ევროპის ჩემპიონია და მაგარი ძნელი ჩხუბი ჩავატარეთ, მაგრამ დავამარცხე ჩემი ოპონენტი. ძალიან მიხარია და ბევრი ემოციები მაქვს და ვერც გეტყვით ყველაფერი, რასაც არის შიგნით ჩემ გულში და სულში. მადლობა უნდა ჯერ პირველად უნდა თქვა ჩემ პირად მწნელს, ეს გოგა გოგოლიძე, იმიტომ რომ სულ ჩემ გვერდშია, სულ არის ჩემი მოტივატორი და ყველაფერში მეხმარება სულ ჩემი გამარჯვება, რასაც მოვიგე, ეს მაგის დამსახურება მე ვაკეთებდი, რასაც მაგი მეტყოდა და ამით გავიბარჯვე. უთხრა მადლობა ჩემ ქალაქს, ჩემს რეგიონს, იმერეთს და მერიას და ჩემპიონის მწვრთნელისთვის ეს შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა. გოგა გოგოლიძის თქმით, შრომის მოყვარეობა, მიზანმიმართულობა მისთვის მთავარი мотиваცია იყო. დაეკავებინა პრიზიორთა კვარცხლბეგის ყველაზე მაღალი საფეხური. ზესტაფონელთაგან ლიდერთა შორის კიდევ რამდენიმე მოკრივი აღმოჩნდა. ასრულა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი კრივში, ზესტაფონში წამოვიდა ისტორიული ოქროს медаლი, პირველი ოქროს медаლია ოლიმპიურ სახეობაში ზესტაფონის ისტორიაში და გოგა თოფურია გახდა პირველი ზესტაფონელი, რომელმაც შეძლო ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვება. ასევე ლიზი ქათამაძე მაიღო ვერცხლის медаლი, ტარიელ შარიქაძე მაიღო ბრინჯაოს медаლი. საკმაოდ ნაყოფიერი წელი იყო ზესტაფონელი მოკრივეებისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული შედეგი იყო და ისტორიული წარმატება ჩვენი პატარა ქალაქისთვის კრივში. გოგა თოფურია გახდა პირველი საქართველოს ჩემპიონი დიდებში და მიუხედავად ანუ სპორტის სახეობისა ეს არის ძალიან დიდი მიღწევა და მე ვფიქრობ, რომ წელს უკვე 2026 წელს იქნება კიდევ მეტი წარმატება და კიდევ მეტი შედეგი, რადგან საერთაშორისო ასპარეზზე გვიწევს უკვე ჩართვა. გოგა თოფურია მოხვდა ეროვნულ ნაკრებში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ წელს მიიღებს მონაწილეობას უკვე ევროპის ჩემპიონატზე, ასევე საერთაშორისო ტურნირებზე. ახლო მომავალში გეგმება სტრანჟას საერთაშორისო ტურნირი, რასაც უძახიან პატარა მსოფლიო ჩემპიონატს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და რა თქმა უნდა კრივის განვითარებისთვის ჩვენ ქალაქში. ახლა გოგა, როგორც ქვეყნის ნაკრების ნომერი პირველი, თავის ასაკში ორკვირიან საწვრთნელ ვარჯიშებს ბორჯომში გაივლის. შემდეგ კი შრომას ზესტაფონში მშობლიურ კრივის კლუბ ჩემპიონში გააგრძელებს.